ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა ამოიწურა. კუთვნილი გადასახადი მოქალაქეებმა 17 ნოემბრის ჩათვლით უნდა გადაიხადონ. შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვის წარმოეშვა დეკლარაციის შევსებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულება. მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის ლევანდ გებუაძის ინფორმაციით, მიწაზე ქონების გადამხდელები შესაძლოა ის პირებიც იყვნენ, ვისაც გასულ წელს 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი არ ქონია. ხაზგასმით გვინდა კიდევ ერთხელ განმარტოთ, რომ ფიზიკურ პირს უწევს დეკლარაციის წარმოადგენა იმ შემთხვევაში, თუ მას და მის ოჯახს გასულ წელს, ანუ 2024 წელს მიღებული შემოსავალი, რომელიც აღებადება 40,000 ლარს. რაც ჩაირთვება ამ შემოსავლებში, მნიშვნელოვანია განემარტოს, რომ ეს არის პირველ რიგში დარიცხული ხელფასი და არა საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა. შემდგომში ეს არის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მფლობელ ფიზიკურ პირთათვის ეს არის შემოსავლის მხოლოდ 25% ჩასართავი და ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. იქნება ეს გრანტი მიღებული, იქნება პროცენტი, დივიდენდი, მომსახურების ანაზღაურების თანხა, ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული თანხა, ანუ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. ხაზგასმით აქაც გვინდა განმარტოთ, რომ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები, რომლებსაც ოჯახის წევრები ურიცხავენ თავიანთ ოჯახის წევრებს, არ ჩაირთვება 40,000 ლარიანი შემოსავლის გვარის დადგენის მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ პირს და მის ოჯახს არ აქვთ 40,000 ლარზე მეტი მიღებული შემოსავალი გასულ წელს, ფიზიკური პირები შესაძლებელია იყვნენ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელები. რა შემთხვევაში, თუ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები და ამაზე არსებდება საგადასახადო შეღავათები. რა არის საგადასახადო შეღავათი? კანონმდებლობაში გაწერილია, რომ 5 ჰექტამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი განთავისუფლებულია, თუ ის საკუთრებაში იმყოფებოდა 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით და შემდგომ შესაძლებელია გადაეცა მემკვიდრეს ეს შეღავათი მოყვება. ასევე შეღავათებში არის მოქცეული მაღალმთიან რაიონში მცხოვრები ფიზიკური პირის მაღალმთიან რაიონში მდებარე ტერიტორია მიწის გადასახადისაგან განთავისუფლებულია. იმისათვის, რომ ფიზიკურმა პირმა დაადგინოს კონკრეტული თავის მიწის ნაკვეთზე ვრცელდება თუ არა საგადასახადო შეღავათი, უნდა ეწვიოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე RS-G კალკულატორს, მიწის გადასახადის კალკულატორს, მიუთითოს შესაბამისი ფართი ადგილმდებარეობა მიწის და შეღავათის ჩამონათვალში აღმოაჩენს, თუ რა შეღავათი ვრცელდება და თუ არ ვრცელდება შეღავათი მიწის ნაწილზე, მაშინ მოუწევს დეკლარირება. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ინფორმაციულად დაათვალიერებენ, რომ ამ მიწის ნაკვეთზე ვალდებულება სწორად იყოს დადგენილი. რაც შეეხება კანონმდებლობაში ცვლილებებს, მოგახსენებთ, რომ არავითარი ცვლილება არ გახორციელებულა ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში, ის იყო იგივე არის, როგორც მოქმედებდა შარშანწინ და უკვე მესამე 10 წლეულია ამ ნაწილში ცვლილება არ განხორციელებულა.